სტაჟიორებს რატომ ეძებთ პარლამენტისთვის, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობთ? ამ კითხვით განერვიულებულმა ეკა გიგაურმა საკუთარი ქმედების გასამართლებლად ჯერ ვერაფერი მოიფიქრა და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებით თავის მართლება დაიწყო. ერთი მხრივ, მდიდარი NGO-ს ხელმძღვანელი რამდენიმე კვირა ჯიუტად ირწმუნება, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი მისთვის არალეგიტიმურია და მეორე მხრივ ამბობს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობას ახლა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გასაკეთებლად ხალხი სჭირდება. რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე გიგაურის NGO, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტისთვის სტაჟიორებს ეძებს. შესაბამისი ვაკანსია საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს ვებგვერდზე 18 დეკემბერს გამოაქვეყნა და განცხადების მიღების ბოლოვადად 6 იანვარი მიუთითა. რატომ არ უცხადებს ბოიკოტს ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედი საერთაშორისო გამჭვირვალობა იმ პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობს. ეკა გიგაური მის ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებთან დაკავშირებით ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა. რატომ ეძებთ სტაჟიორებს? გუშინ გამოქვეყნდა ვაკანსია, რატომ გამოაქვეყნა? ეხა ხომ მიიღო პარლამენტმა კანონი ხომ იყო და ხო დავწერეთ რაღაც. არ დავწეროთ? არ ცნობ. არ გიპასუხეთ? პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობთ, თუმცა თანამშრომლებს ეძებთ? გიპასუხეთ. და არის პასუხი არის ის, რომ რასაც იღებს ეს პარლამენტი და არალეგიტიმური პარლამენტი, ამაზე ვწერთ. მოკავშირე NGO-ს ქმედებამ რადიკალები თავის მართლების რეჟიმში ჩააგდო. გიგაურის ორმაგი სტანდარტით დაბნეულმა ოპოზიციამ დღეს ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ საკითხის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. პარლამენტს საერთაშორისო გამჭვირვალობის მხრიდან. გუშინ გამოქვეყნდა. ვერ გეტყვით. რამდენად სწორია და თქვენი პოლიტიკური შეფასება როგორი იქნება? ნამდვილად არ ვიცი ამის თაობაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ თუკი არის და ამჯერადაც ასეა ეს პარლამენტი არ არის აღიარებული ლეგიტიმურად, ასეთი აქტივობებისგან შეიძლება ამ პერიოდში თავით შეიკავოს. ოპოზიციურ პარტიებთან აფილირებული NGO სექტორის მხრიდან მსგავსი პარადოქსი არ უკვირთ მმართველ გუნდში. ქართული ოცნებისთვის ეგრეთ წოდებული მესამე სექტორი თავის თავთან წინააღმდეგობაში და უხერხულ მდგომარეობაშია. საერთაშორისო გამჭვირვალობის ეს ქმედება კი საპარლამენტო უმრავლესობისთვის მორიგი დადასტურებაა იმისა, რომ ყველგან დამარცხებულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა ამას საჯაროდ ვერ აღიარებენ. ცდილობენ გამოიყენონ ეს პლატფორმა იმისათვის, რათა ახალგაზრდებს პოლიტიკური ნიშნით შეუქმნან გარკვეული პირობები, აი ამ ლობიზმით, ზეწოლით, უნდა მეგულისხმოთ, რომ ეს არის არა კეთილსინდისეარი დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ და გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვის ერთ-ერთ საშუალებად განიხილება. ორმაგი სტანდარტი არ ქვია ამას ქვია მავნებლობა, მავნებლური აზრი, რათა ახალგაზრდები გამოიყენონ იმ პროექტის დახურვის რეალიზაციისათვის, რაც მათ პოლიტიკურ გეგმაში არის სასახული. ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი ნაწილი გამორჩეულად ვინც არის პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული, ან ვინც ძირეულად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რისი უფლებაც მათ არ აქვს, ძალიან ხშირად ვარდებიან ის უხერხულ მდგომარეობაში, სადაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, არაერთის მომხდარეს, ესეც დღევანდელი ეს ფაქტი, ეს ნიუსი, როდესაც შენ ყველაფერს აკეთებ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ რაღაც სტარად საზოგადოებაში ტყუილი გააოცელო და ლეგიტიმაციას თითქოს პრობლემა შეუქმნა, არჩეული ორგანოსი და შენ თვითონ გახარ და რაღაც სტაჟიორებს ეძებ ამ ორგანოსთვის. ცხადია, რომ ეს ტყუილი, რომლითაც არის ზოგადად მათი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაჯერებული, უკვე არ ეტება ამ ორგანიზაციების შიგნით და აი ზუსტად ასეთი ფორმით ის მჟღავდება და საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთი სული აქვთ იყვნენ პარლამენტში, სხვადასხვა კონფიგურაციით, სხვადასხვა პოზიციებით, მაგრამ ამისი ძალიან დიდი სურვილი და ჟინი გააჩნიათ. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს არ ყოფნით იმის უნარი, რომ აღიარონ ის რეალობა, რომელიც აქვთ. ამიტომ აი ესეთ ორმაგი სტანდარტებს მიმართავენ და ორმაგი სტანდარტები, როგორც ჩანს, მათთვის ძალიან დამახასიათებელია. პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარება რადიკალებმა უკვე საკუთარი ფლანგიდან დაიწყეს. უცხოეთიდან დაფინანსებული ოპოზიციის მოკავშირე საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის ორგანიზაციის თანამშრომლებს ეძებს.